ჩვენი სამინისტროსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც დღეს გადავიდა მეორე ფაზაში. ჩვენ ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის ხარჯზე მოვახდინეთ თანხების აკუმულირება ექიმებთა გადამზადებაზე, რომლებიც შემდგომ უფრო მაღალ კვალიფიცირებულად მოემსახურებიან მშობლებებს. ზოგადად საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პატიმართა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჩვენი პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ეს ტრენინგი ამ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია. პენიტენციალური სისტემის ექიმები და მედდები სწავლობენ, როგორ გამოიცნონ ფსიქიკური აშლილობა შემოსულ პატიმარში და როგორ გასწიონ პირველადი დახმარება, ისე რომ თქვათ არ ჩაერიოს მაინცდა და მაინც კვალიფიციური ფსიქიატრი ან სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი.